ორშაბათი დილა მშვიდობის. გამოვიკვანძე ჩემს პოლონურ საკმაოდ იოფესიან კაბაში. ჩემთვის 0.98 თეთრი რა დაჯდა და პოლონეთში არ ვიცი რა ღერს, მაგრამ არის ძალიან ლამაზი, იმდენად რომ მომანდომა რომ ქუსლები ჩავიცვა, მეცად მანდრო ვერ ხედა. შეიძლება ძირები დავუწმინდე სახლში რომ შემოვედი. აი ასე აკაკულია ტომდო მოკიდე ჯიჯი ჰაუსში წასვლა. რო შემოვედი სველი სალფეტკით გავუწმინდე ძირები რომ პირდაპირ ფეხის სადგომი გაუწმინდო და როგორ ახართ? მე ნორმალურად ვარ, დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც ვუძლებ. ახლა არ შემიძლია არ გადაუვარო რა, რაც ადამიანებს რაღაცებს გაუტარებ, მით მეტად თავს დაგაჯდებიან ყოველთვის. მოკლედ, დიდი ხანია გადაკიდებული მყავს. ვხედავ ხოლმე, არ დამიბლოკია ჯერე, მაინც ვუყურებ რა. იმიტომ რომ ბევრი კომენტარია მე რაღაცა აღარ გამომიჩინა, მაგრამ ცოტა არეულია, ხან ასე წერს, ხან ისე წერს და ვაცდი იქნება გასწორდეს, გადმოვიდეს რაღაც ნორმალურ რელსზე. ხო, ვიპოვე. სახე დავამთავრე. ესეც გაჩერდება ეხა. ნახეთ, აქ ორი ხაზი ხო გახსოვთ და ჩემი შუბლი გახსოვთ. ეხა არის აბსოლუტურად ყველაფერი განათებულ, მოშუქებული და მე ძალიან ბედნიერი ვარ. წარბების მიმიკები დავიტოვე, გაბრაზება არ მაქვს, მაგრამ თუ გამობრაზებთ, ასე ავქაჩავ. მოკლედ, კოკო ქვია, ალბათ მადმაზელი. ხშირად აღნიშნე ხალხთან ურთიერთობა, როცა რამდენი კაბა დამრჩა მოწესრიგებული და ამბები და ყვები ადამიანზე, რომელმაც ცუდად მიპასუხა. ხშირად აღნიშნე ხალხთან ურთიერთობა და რატომღაც მგონია რომ ძნელი ადამიანი ხარ, რთულად ასატანი. ძიმე ხასიათები და გიჭერს ურთიერთობები, ანუ ყველას თავს უყადრებ, ანუ ყველას თავს არ უყადრებ, მაგის თქვა მინდა ბოდიშით ჩემი დარეკავს და დავუპასუხა. ხო, ანუ ბოდიშს ვიხდი, უნდა მეპასუხა, იმიტომ რომ ხო, ანუ ყველას თავს არ უყადრებ, მაგის თქვა მინდაო. წინა კომენტარში უწერია ნეტა არ ატრაკებდაო და ჯვარზე და ხატზე რა გემართება ბოლომდე რატომ არ თქვითო. ხან მხოლობითში მელაპარაკება, ხან შენობით მელაპარაკება, მხოლობით რა შორშია, ხან თქვენობით მელაპარაკება, ხან შეურაცხყოფას მაყენებს, მოკლედ ძალიან ჩამოუყალიბებელია და 20 კომენტარი აქვს და ვეღარ ვხედავ თუ ვინმე მიცით როგორ უნდა ვნახო დანარჩენი 20-იც მასწავლეთ, იმიტომ რომ გადავწყვიტო რა ვუყო ადამიანს. ნეტა არ ატრაკებდა რომ დაწერა, რამდენჯერ გავიმეორე მეც, მომიტევეთ. გამორჩენილი მაქვს ეგ, ვფიქრობ. მე მივწერე, გავუმზადე დეპეშა ელვა, ეგრევე. მახსოვს თქვენი წინა და იმის წინა კომენტარი ნეტა ვარ ჯვარზე და ხატზე და ვფიქრობ თავი არ უნდა გაგიყადრო. თუ პიესი აშკარად სხვა რამეს ვამბობ და მცდარი შეხედულება გაქვთ ჩემგან განსხვავებით თქვენზე. სიმართლე მძიმეა. ანუ როგორ შეიძლება რომ ჯერ არ ისმენთ. ანუ დაკვირვებული ვარ, ძალიან ბევრი რაღაცები არის, რასაც ანუ მეც ვახვალ ხოლმე სხვისას კაცო, იმას კი არ გეუბნებით, მის მინაც სრულად თქო, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცები არის ხოლმე, რასაც ვერ იგებთ, ვერ ხედავთ, მაგრამ ამას საერთოდ არ მოусმენია. როცა ადამიანები შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, აქ არც თავის გაყადვრა, ჯერც ერთი რითი უნდა მქონდეს ჩემ თავზე ზედმეტ წარმოდგენა. იმაში დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზი გოგო ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას განათლებული ვარ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის, ჩემი ბუნებისთვის ის შკალა, რომ მე ვინმეს თავი დავამატლო. არაფერი არ გამიკეთებია ჯერ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინ მაქვს ჩემი შვილის და შვილების თავის გამობმა. როცა მაგასაც შევძლებ, მე შეიძლება ოდნავ თავში ამივარდეს, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს გაკეთებული და როგორ შეიძლება რომ
აი ამ მონაცემებით, რაც ღმერთმა მომცა და ჩემ ტანჯვით მივაღწია, ვინმეზე მეტად წარმოვიდგინო თავი. თქვენ დაკვირვების რეჟიმში ხართ გადასული. ჩემი ელვდადეპეში არ გინახავთ და ძალიან გთხოვთ, მოზონეთ, მოზომეთ, მოწონეთ თქვენი ესეთი რაღაცნაირი კითხვები, სიტყვას ვერ პოულობ ხა. ბროჭული, კარგი სიტყვა უხდება. თქვენთვის დაიტოვეთ, ჯვარზე და ხატზე არაფერი არ მიმართება, გენაცვალოს ჩემი თავი. ეგ არის, რომ თქვენნაირები ვერაფერს ვერ მაკლებენ. ზუსტად ეგ არის. რომ ჩემი რწმენა იმდენად ძლიერია და ჩემი ღმერთთან დამოკიდებულება იმდენად სხვანაირია, რომ რამდენიც არ უნდა იყოთ უკაცრავად და მაგრამ შენ დაფიქრდი შენ თავზე. რამდენად მისაღებია იქ შენთვის, რომ უყურებდა ვიღაც ჩვეულებრივ გოგოს, უკონტროლებდა, უსვამდა რაღაც სულელურ კითხვებს, არ ვერ გამოგაქაზრი ნათქვამიდან და ასე შემდეგ. დავიკიდოთ. ახლა რა ვიყიდე მე ჯიჯი ჰაუსში 130 ლარად და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ პარკინგი გადავიხადე ბარათით. და 3 ლარი რო ღირდა პარკინგი 3.20 ჩამომაჭრა. ჯიჯი ჰაუსი რა დაგმართნია. ანუ იმას ბანკის საკომისიოსაც მემაჭრე? ამის მერე ხორდებს 5 თეთრიანები უნდა მოვაგროვო, როცა პარკინგზე დავდგები და ვათვლევინო ჯიჯი ჰაუსი. კაი, რა ვიყიდე დავიწყოთ, მოდი ამ პარკით დავიწყოთ, იმიტომ რომ უფრო საინტერესოები აქ არის, თან უნდა დავალაგო და Hançamız dastan წავიდე. ვითომ ფასდათმობა ცოტა ის და ახლა დავწერე. ეს და ლარი და რაღაც. ხაღავდი, რომელსაც სადაც მინდა ის დავწერე. შევთათმანი. ნახეთ რა ლამაზებია. ერთი ჩემდას ვუყიდე, თავის ჯაგრისი აქვს, ნახეთ. ლარი და 95 თეთრი ღირდა. ერთი ჩემდას ვუყიდე, ერთი ბიჭებს ვუყიდე, ერთი ჩემთვის ვუყიდე. ამასთან ერთად ცოტა ძვირი ღირდა. რკინის 2 ცალი მოხრილი და 2 სწორი. ეს ქაღალდის არ მომწონს, პლასმასის აღარ არსებობს და შესაბამისად შუშაზე და რკინაზე გადავედი, იმიტომ რომ კარგია. სულ ყიდულობ ტანის ღრუბლებს. სულ. კვირაში ერთხელ ვყრე, ვიცი რომ ესეთები არ შეიძლება, მაგრამ 2 ლარი ღირდა და ამაზე გავკისდი, ძალიან გოგოს კურია. Yanseçimo. Sami კვირა მეყოლა. დააცებინო გადმოვალაგო და ისე ჩავალაგო. ეს შევიძინე ჯიჯი ჰაუსში. ყველა მიცით რაც არის. ღირს ლარი და 75 თეთრი და ძალიან კარგია. ხალხო ბამბის ზედაპირია, მელონგებს ვყიდულობ. და ასე წინასწარ ხოლმე დიდი ჩემოდანი მაქვს. იმაში, რომ მე სარდენი არ გავხდე. ეს დაფებით ფასდათმობაში იყო და ღირდა 2 ლარი. ერთმანეთს ჩამდას. ბიჭებს არ ვიყავ, ბიჭებთან მრგვალი მაქვს წაღებული, ბევრი რაღაც რო ის. საპონი გამომელია და ამის იქით არ ვიცი საპონი და მირჩიეთ დამიწერეთ, რომელი შეიძლება ვიყიდო, იმიტომ რომ ავიდა 4 ლარზე. ეს იყო ორმაგი კილოები. თვითონ ჯიჯი ჰაუსია წარმოებს. რომელიც ლარი და 95 ღირდა. და წარმოვიღე. მანქანისთვის იქნება იდეალური. და ჩემთვის სტილი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამოტკეცე. დიდი პარკები, რომელიც არასდროს არ არის ზედმეტი სახში უნდა იყოს. ვერნელი იყო ფასდათმობაში და ღირდა 7 ლარი და ხანდახან საერთოდ საშუალება როცა მაქვს ხოლმე ოდნავ ცუდი მინდა ხოლმე რომ მარაგში მქონდეს იმიტომ რომ აფუჭებს ტანისამოს ცოტა ცუდი ხარისხის სიოს ყიდულობ ხოლმე ხან ორნაბიტში და მაგას ვაშველებ. ესეთ ფასდათმობაში იყო საყოფაცხოვრებო ძველი სალფეტკი 3 ლარად და გადავწყვეტა რომ ესეთ ერთი მაქვს და 2 გავირესებია. 2 ლარი ღირდა თუ არ ვცდები. სამზარეულოს ქაღალდი რომელიც რა ვიცი პირსაც ვიწმენთ, ხელსაც ვიწმენთ, თეფშსაც ვწმენთ, ძალიან ბევრი მჭირდება ხოლმე. ეს არის ჩემი რჩეული სამზარეულოს ზედაპირების ეს სამსახურში მიდის. იუმუში არის ჩემი საყვარელი დამარბილებელი და არ ვიცოდი თუ ქონდა საერცხე საშუალებაც და ნაქსოვების წამოვიღე, იმიტომ რომ რბილად რეცხავს და ძალიან კარგი უნდა იყოს. არ ქონდა ფასდაკლება. ეს არის ორივე თხევადი მასტიკები, 5 ლარამდე ღირს და ძალიან კარგებია. მე მგონი თვითონ ჯიჯი ჰაუსის გამოშვება. აქ უწერია რომ ზავდება და მე არ ვაზავებ და ისე ხმარობ. შუში საწმენდი, რომელიც ჯერ 3 ცალი რეზერვში მაქვს და კიდე დავამატე 1. 1, 2, 3, 4, 5. მარტო საყვანში მივეცი 7 ლარი. ეს სახლისთვის ღრუბლები, იმიტომ რომ იმასაც ვყრი გიჟივით. ნაგვის პარკი ორნაბიტში არის ფასდაკლების და იქ ღირდა 3 და 50 თუ არ ვცდები. ორნაბიტში უფრო იაფი გამოდის ხოლმე 2 და 95 მგონი. ცხიმების დამშლელი. გუშინ წინ ვიყავი ჩემს მამიდაშვილის დაბადების დღეზე და უცებ დამარტყა თავში რომ გუშინ საქმე მქონდა მუშაობდი სახლს ვალაგებდი სადაც ეს მჭირდებოდა. ეს არის ჟავა რომელიც უნდა გამოიყენოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს და ასე შემდეგ. დანარჩენს ვერ მოგიყვებით. 11 საათია ღამის და ანუ სპეციალიზირებულ მაღაზიებში ხა ორნაბიტში იყო და გააქრეს, პარში არ არის, ფრესკოში არ არის. და წამოვიღე. ხო და ერთი ცალი მას უნდა დავუბრუნო. ხუთი ლარი ღირებულად ჭურჭულის. ეს ჩისწულები 5 ცალია. ხო დივა საპონი 3 და 25. დავის საპონი დივა. ხისტებში 2 და 95 ღირებულა. ფიბრილია. არ ვიცი ალბათ ეს სტილოებია.
ლითონის წვენი საწრუპი 2.25 და ის ლერდა 95. ხელთათმანი პერფორირებული ლაზერი ხელსახვი. ეს ქაღალდები. ზეტის ხელსახოცი. ეს არის აბეჯის საწმენდი, რომელიც მიყვარს. ძალიან შეღავათიანი ფასი აქვს და ხის ზედაპირებს ძალიან კარგად აფრინებს. და აქამდე ახავს. სიფს გამოუშვია პროფესიონალი ფეირი. ჭურჭლის არეცხის საშუალება. კაფი. ნახოთ როგორი იქნება. გადმოვისხავ ახლა ცოტას თან გავტესტავ და დანარჩენს ვდებ ხოლმე რეზერვებში. ნახოთ აბა კონსისტენცია როგორია. ამპურება არ აუშავს. ორი კაბაზე არ დავისხავ. ფერის კონსისტენცია აქვს, ფერის ეჯიბრება სიფი ყოველთვის. გავივსებ სახლისას. აღარებს რამდენი მჭირდება თუ უბანაობ ფერში ხელებსაც ღრუბლით ვიბან ხოლმე ხარა დამეკცა. კარგი სუნი აქვს. არ მახსოვს რამდენი იყო. მე სჭირდება გადმოვიდეს. ხელთათმანიც უნდა გავყო. სახში სჭირდება ხოლმე ხანდან აბაძანას როს არ ყოფნის ნერვი რო გავავსო. კაი იყოს ეს. ჩამოვაგადავდოთ. ნიჟერაში ჩავაყოთ. მე აქ დაგიმშვიდობები. ბედნიერ ორსაბათი სურვათ. დავით.